მოგესალმებით, ამ ვიდეოში გასწავლით როგორ შეიძლება მოვაგვაროთ ესეთი პრობლემა Samsung-ზე დაბლოკილ ეკრანზე. აი მაგალითად დაბლოკილი გვაქვს ტელეფონი და გვინდა გავხსნათ, მაგრამ არ გთხოვს დიდი სანაბეჭდის შეყვანას და ისე გახსნას ან ნიმუშის შეყვანას ან პინის შეყვანას. ანუ ის ავტომატურად იხსნება. ეს არის დამცავი დაბლოკის პარამეტრებიდან შესრულილი, რაც გულისხმობს ტაიმერის დაყენებას. აი მაგალითად შევიდეთ პარამეტრებში, შემდეგ გავირჩიოთ დაბლოკილი ეკრანი, გადავიდეთ მასში და აქ არის ესეთი ფუნქცია დამცავი დაბლოკის პარამეტრები. გადავიდეთ მასში. გადასვლის შემდეგ აქ უნდა შევიყვანოთ ჩვენი ნიმუში ან პინი, რაც გვაქვს ტელეფონზე. მოდი დავმალავ. და აქ არის ავტო დაბლოკე ეკრანის გამორთვისას. გადავიდეთ მასში და დავინახავთ, რომ ის არის 30 წამზე. ანუ აქ მაქსიმალური არის 30 წუთი, ანუ ამ შემთხვევაში 30 წამზე, რადგან არის მონიშნული 30 წამის განმავლობაში ვერ დაბლოკავთ ტელეფონს. აქ არის ახსნა, ანუ დააყენეთ, როდის დაიბლოკოს მოწყობილობა ეკრანის გამორთვის შემდეგ, თუ ის არ არის ხანგრძლივი გამბლოკით დატოვებული განბლოკილ მდგომარეობაში. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ავირჩიოთ დაუყოვნებლად, ანუ პირველ ფუნქციაზე უნდა დავაყენოთ, რადგან როცა დავბლოკავთ ტელეფონს, იმ მომენტშივე გავხსნათ რა. გადავიყვანეთ დაუყოვნებლადზე და შემიძლია უკვე დავბლოკო ტელეფონი და რა თქმა უნდა, გამბლოკვისას უკვე მოითხოვს ნიმუშის შეყვანას, ან პინის შეყვანას, ან დიდი სანაბეჭდით გავხსნი მას. მოკლედ, თუ მსგავსი პრობლემა გაქვთ, შეგიძლიათ ამ ვიდეოს მეშვეობით მოვაგვაროთ. სულ ეს იყო მეგობრებო, ვიდეო ამით დასრულებულია, გამოიწერეთ არხი და თქვენ აღარ გამოგრჩებათ ახალი და საინტერესო ვიდეო გაკვეთილები და ვლოგები.